მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით და იმედი მაქვს ხართ საჯარო გაშლის განწყობაზე. მე კი თქვენთვის მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა ივნისის თვის პროგნოზზე. მოდი ვნახოთ, როგორი იქნება თქვენთვის ივნისის თვე, რა ცვლილებებს შემოგვიტანს, რა სასიკეთო მოვლენებს მოგვიტანს ივნისის თვე, რა გველოდება. მაშასე, მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. მადლობას გეტყვით თითოეულ თქვენგანს, ვინც აქტიურობთ და აქტიურად ხართ ჩართული არხის განვითარებაში, თქვენი კომენტარებით, თქვენი ლაიქებით. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან. მაშასე, მოდი ვნახოთ, ახლა რა ენერგიებში ხართ? ახლანდელი თქვენი ენერგიები, რა ენერგიებში ხართ? ახლა ამჟამად. შემდეგ ვნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ივნისის თვეში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ ვნახოთ კარიერა და რა თქმა უნდა კარიერას თან ახლავს ფინანსური შესაძლებლობები, როგორ განვითარდება. მოდი ვნახოთ კარიერა ივნისის თვის კარიერა და ამასთანავე ვნახოთ ფინანსური ენერგიები, როგორ იქნება და თქვენთვის საყვარელი თემა ურთიერთობების სხვა დასტით. ვნახოთ ურთიერთობაში რა გელით ურთიერთობაში. თუ საჭირო იქნება დავამატებ. შემდეგ ჯერ ვნახოთ ურთიერთობაში რა გელით და მე თქვენთვის ბოლოს ამოვიღებ აუცილებლად რჩევას. ვნახოთ რჩევა. რჩევა თქვენთვის. რას გირჩევთ ტარო? კარგად. მოდი ვნახოთ. ახლა რა ენერგიებში ხართ? მეგობრებო, შეიძლება რაღაც გარკვეულ ეტაპს მიაღწიეთ ცხოვრებაში. შეიძლება კარიერაში საკმაოდ წარმატებული ბრძანდებით, მაგრამ რაღაცაზე დაფიქრდით და კიდევ რა შემიძლია რომ გავაკეთო მეტი, ახლა გიტრიალებთ ის ფიქრები და ხართ იცით როგორ პოზიციაში, თითქოს გადაფასებას აკეთებთ, ფიქრობთ რა ჯობია, როგორ ჯობია და როგორ წახვიდეთ წინ. ახლა გეტყვით, რომ არც თუ ისე ცუდ ენერგიებში ხართ, მაგრამ ეს ვინც სამსახურზე, თუმცა ეს ამოვიღე ეს კარტი მე იმისთვის, რომ ახლანდელი თქვენი ენერგიები შემეცნო. თუ ეს პირადს უკავშირდება, მეგობრებო, შეიძლება თქვენ ვინმე მამაკაცთან, შეიძლება მეუღლეც იყოს ან პარტნიორი, ხართ ახლა ცოტა დაპაუზებულ მდგომარეობაში და ახლა ხართ იმ პოზიციაში, როდესაც აანალიზებთ იმ თქვენს მდგომარეობას და ხდება თქვენს თავში გადაფასება იმ ყველაფრის, რატო დაშორდით, რატო ხართ პაუზაზე, ან რა მოხდა თქვენ შორის ისეთი, რამაც ეს პაუზა გამოიწვია და ხართ ახლა ფიქრის მდგომარეობაში და იმ შემეცნების მდგომარეობაში, როდესაც თქვენ ისახავთ გეგმებს, როგორ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. ვნახოთ, მეგობრებო, ახლა რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
მეგობრებო, აი აქ კი ნამდვილად დამკონკრეტა ტარომ და მადლობა მას საუკეთესოდ მეტყველებს. თქვენ მეწეღან ვახსენე, რომ ხართ განმარტოვების დაფიქრების პერიოდში, უღრმავდებით აი იმ თქვენს განვლილ გზას, შეიძლება პაუზაზე ხართ და სწორედ აი აქ ხდება თქვენს ქვეცნობიერთან ჩაღრმავება და აქ გეუბნებიან, რომ თქვენ მნიშვნელოვანი რა არის, თქვენ უკვე უნდა გამოხვიდეთ აი ამ მარტოობის ჩაღრმავების პერიოდიდან და დრო მოვიდა იმოქმედოთ. მეგობრებო, თუ ზოგიერთ თქვენგანს გადაწყვეტილი აქვს სადმე გამგზავრება, მანქანის შეძენა, ავტომობილის შეძენა, ან დასასვენებლად წასვლა, ტარო გეუბნებათ, რომ ეს უნდა გააკეთოთ თქვენ. თუ თქვენ კონკრეტულ მამაკაცს ეხება ეს სიტუაცია, აუცილებელია მოქმედება თქვენი და აუცილებლად წინსვლა გექნებათ, რაც ჩაიფიქრეთ, აუცილებლად წარმატებით გამოგივათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აი იმ პოზიციიდან გამოხვალთ, როდესაც ზურგშექცევით იყავით, თუნდაც ურთიერთობაში, აი აქ მოგიწევთ თქვენ იაქტიუროთ, რათა გადახვიდეთ ახალ ეტაპზე. ნებისმიერ საქმეში თქვენ უკვე გაქვთ იმის უნარები, რომ გამოხვიდეთ აი იმ ჩაკეტილი წრიდან და იმოქმედოთ, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი. მოკლედ, ნახოთ თქვენი კარიერა. მეგობრებო, აქ კარიერაში რა ხდება გითხრათ. შეიძლება ცოტა თავიდან ძალიან კარგად მიდიოდა სიტუაცია კარიერაში, გსიამოვნებდათ იმას, რასაც აკეთებდით, ენთუზიაზმიც გქონდათ, მაგრამ ცოტა რაღაც წაიბორძიკეთ. შეიძლება პატარა დანაკარგიც გქონდათ, რაღაც გაურკვევლად გაწარიმართა სიტუაცია სამსახურში, კარიერაში და თითქოს თქვენი ენთუზიაზმი და პოზიტიური ემოციები თქვენ საქმეში გაქრა, თითქოს გაბათილდა და ხართ სწორედ იქნებით აი თითქოს გექნებათ პატარა იმედგაცრუების მომენტი. მე აქ დავამატებ კარიერაში, რაც თქვენ სიამოვნებას განიჭებდათ, თქვენს კარიერაში ახლა ივნისის თვეში შეიძლება პატარა შეყოვნება იყოს აქ და თითქოს გზაჯვარედინზე დადგეთ და იფიქროთ, სურს თუ არა ეს რეალურად. რა იქნება კარიერაში? მეგობრებო, მოგიწევთ მოცდა აუცილებლად აი ის წარსულში თქვენ რაც გააკეთეთ, რაც ჩადეთ აი ამ თქვენ საქმეში, შეიძლება თქვენ იმაზე ადრე გინდათ მიიღოთ შედეგი, მაგრამ აქ მე გეტყვით, რომ მიიღებთ აუცილებლად შედეგს, მაგრამ აქ ცოტა მოგიწევთ სულსწრაფობა დაიოკოთ, დაელოდოთ და ეს შედეგი შეიძლება იმაზე მეტიც იყოს, ვიდრე ელით. ეს შედეგი ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ინტერნეტით გქონდეთ რაღაც ინტერნეტ საქმე გქონდეთ, სადაც ფართო სოციალურ გარემოში მოგიწევთ გამოსვლა, შეიძლება ძალიან მასშტაბური იქნება თქვენი საქმეები, მინდა გითხრათ თქვენს კარიერაში. შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა უცხოეთიდანაც კი მიიღოს შემოთავაზება, ან თანხა, ან ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ელოდებით დაგირიცხონ თანხა და ეს იქნება მეგობრებო, მაგრამ ცოტა შეიგვიანებს. მოდი ვნახოთ ფინანსები.
მე გითხარით, რომ ცოტა შეიგვიანებს და აი, როდესაც თქვენ უკვე თითქოს იმედი გადაგეწურებათ, სწორედ მაშინ იქნება SMS-ი თქვენს ტელეფონზე რომ თანხა ჩაირიცხა, ან SMS-ი რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ აი ის ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკეთ და თქვენ მიიღებთ აუცილებლად გარკვეულ თანხას, რასაც ელოდით. აქ და ძალიან კარგი ემოციური სისავსე გექნებათ, იმიტომ რომ აქ თითქოს უკვე აღარ ელოდით. თითქოს ყველაფერი გააკეთეთ თქვენ ამისთვის და აქ აუცილებლად გექნებათ თქვენ დიდი სიხარული, იმიტომ რომ რაღაც მომენტში იმედი გექნებათ გადაწურული და სწორედ მაშინ მოვა თქვენთვის სასურველი თანხა. ნახოთ კიდევ ფინანსები, როგორი იქნება ივნისის თვეში. აუცილებლად რაღაც შეიცვლება, მეგობრებო, შეიცვლება ის სიტუაცია და თქვენ როგორც სამსახურში, ისევე ფინანსებში საკმაოდ წარმატებული, უკვე მეორე დეკადაში, ივნისის შუანახევრიდან უკვე თქვენ უნდა ელოდოთ წარმატებას და გამარჯვებას, სადაც თქვენ შესაძლებლობებს ნამდვილად აღიარებენ თქვენს პროფესიონალიზმს, შეიძლება უფროსისგან თქვენ შექება აპლოდისმენტებით დაიმსახუროთ და იქნებით აღიარებული და აი ეს აღიარება ფინანსებით იქნება ანაზღაურებადი. თავიდან, აი რომ დაგიკონკრეტოთ, ივნისის თვის პირველ ნახევარში ცოტა ისეთი განცდა გექნებათ, რომ თითქოს ისე არ მიდის ყველაფერი როგორც გინდოდათ, მაგრამ ეს აუცილებლად შეიცვლება თვის ბოლოსკენ. კარგით, ნახოთ ახლა ურთიერთობაში რა გელით. მეგობრებო, თუ თქვენ ურთიერთობაში ხართ ისეთ ეტაპზე, სადაც გინდათ რომ შეინარჩუნოთ აი ეს სიტუაცია და იქ მე თავში ვახსენე რომ თითქოს პაუზაზე ხართ და აქ მიჩვენებს რომ ნამდვილად პაუზაა ურთიერთობაში, აქ თქვენ ივნისში გაგიჩნდებათ სურვილი რომ შეინარჩუნოთ ძველი ურთიერთობა და აი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ მაღალი ძალები, ბედიის ბორბალი ისე დატრიალდება, როგორც თქვენ გსურთ. რა იქნება პირადში, ნახოთ. მოდი დავაკონკრეტოთ ბედის ბორბალი, საით წაიყვანს თქვენს ურთიერთობას. მე აქ გეტყვით მეგობრებო, რომ ვფიქრობ, რომ იმ ადამიანთან, ვისთანაც თქვენ პაუზაზე ხართ, აი ეს კარმული თემა ჯერ არ გაქვთ დამუშავებული, ამიტომ მოგიწევთ დალაპარაკება, ისევ საერთო ენის გამონახვა და აქ არ ხართ ერთმანეთისგან დამოუკიდებლები, ორივე ხართ ერთმანეთზე მიჯაჭულები, დამოკიდებული ხართ ორივე ერთმანეთზე და აქ ისეთი სიტუაცია, რომ ორივეს ერთდროულად გეფიქრებათ ერთმანეთზე, თქვენს ურთიერთობაზე, თითქოს აქ ტელეპათიური კავშირი გაქვთ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი აი ამ თქვენს პარტნიორთან დაკავშირებული იყოს სამსახურეობრივადაც და სწორედ იქ მოხდეს თქვენი კომუნიკაცია კვლავ და გამონახოთ საერთო ენა. თუ ზოგიერთ ყველას არ ყავს პარტნიორი და თუ თქვენ არ ყავთ პარტნიორი, ეს გაშლა რა თქმა უნდა ყველაზე ვერ რეზონირდება, იცით მეგობრებო, რომ საჯაროა და ძალიან ბევრი ადამიანი მეყურებს, ამიტომ ვისაც პარტნიორი არ ყავს, შეიძლება სამსახურში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც მოგიწევთ
კომუნიკაცია და აი იქ გაჩნდება თქვენ შორის გრძნობები, თავიდან იქნება ეს როგორც თანამშრომლური ურთიერთობა, მაგრამ აუცილებლად რაღაც გრძნობა გაგიჩნდებათ. ნახოთ, როგორ განვითარდება კიდევ თქვენ შორის ურთიერთობა. ნახოთ, რა იქნება. აქ ორივე მეგობრებო, აქ ორივე იფიქრებთ, რომ თანაბრად შეიტანოთ წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში, თითო აგურით და თანაბრად, აუცილებლად, არც მეტი, არც ნაკლები ორივემ თანაბრად უნდა მოახდინოთ კომპენსირება აი ამ ყველაფრის და თქვენ აუცილებლად გადახვალთ ახალ ეტაპზე, სადაც ახალი განცდები, ახალი სიცოცხლე და ძალიან დიდი სიხალისე შემოვა ივნისის თვეში. პარტნიორულ ურთიერთობაში რას გირჩევთ, ტარო? მეგობრებო, თუ ღელავთ თქვენ აქ გირჩევენ, რომ ძალიან მსუბუქად, აი ისე, რომ ძალიან ლაითად შეხვედოთ აი ამ ყველაფერს, გაანალიზოთ, რა გსურთ, როგორ გსურთ და მხოლოდ მას შემდეგ ყოველნაირი დაძაბულობის გარეშე გადადგათ ნაბიჯები. აქ ისეთი სიტუაცია, როდესაც ორივე ფიქრობთ, რომ კიდევ სცადოთ თავიდან ურთიერთობის განახლება. ვინც არ არის ურთიერთობაში, მათ კი შანსი ეძლევა ახალი თავგადასავალი დაიწყონ ივნისის თვეში და ბოლო რჩევა თქვენთვის მეგობრებო არის რჩევა. აი ახლა, როდესაც ხართ გაურკვეველ სიტუაციაში და არ იცით, როგორ იმოქმედოთ, ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარ თავთან გიწევთ ბრძოლა. ებრძვით ქარის წისქვილებს, მეგობრებო, და თქვენ ხარჯავთ თქვენს ძვირფას ენერგიას არაფერთან ბრძოლაში, თქვენ საკუთარ თავს ებრძვით, ტარო გირჩევთ, გამოხვიდეთ აი ამ არაფრის მომცემი ბრძოლიდან და დააკვირდეთ სიტუაციას შორიდან, დააკვირდეთ სიტუაციას სიფრთხილით, რა თქმა უნდა, სიფრთხილით იმოქმედოთ შემდეგ. აქ ტარო გირჩევთ, თქვენ მოეშვათ თქვენ საკუთარ თავთან ბრძოლას. თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ ყველანაირად, ძალიან ბევრი რამ გაქვთ უკვე გამოვლილი და ხართ იმ ეტაპზე, როდესაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ძალებით და სწორი გადაწყვეტილებით თქვენი ის ფუჭად მიმდინარე ენერგია გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ და მიმართოთ თქვენთვის სასურველ საქმეში, რაც ძალიან დიდ წარმატების გზაზე გაგიყვანთ. მე იმედი მაქვს, მოგეცით რჩევები, მე იმედი მაქვს გაითვალისწინებთ აი ამ რჩევებს, მე კი პოზიტიურ ბედნიერ ივნისის თვეს გისურვებთ და დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დიდი სიყვარულით, დროებით.